საპროტესტო წელია, საპროტესტო ამბავში ვართ ჩართული, შარშანაც ასე იყო, მთლიანად ფესტივალის გამოშვება მიეძღვნა პროტესტს, თუმცა შარშან რაღაც უფრო იმედიანი წელიც იყო, იმიტომ რომ არჩევნებამდე იყო ეს ფესტივალი და რაღაც იმედი ჰქონდა, რომ სხვანაირად წავიდოდა ჩვენი ცხოვრება, მაგრამ წელს აი მე-10 საიუბილეო ფესტივალის ფარგლებში, რომელსაც გეგმავდით, რომ სულ სხვანაირად უნდა აღვენიშნა, სხვანაირ ქვეყანაში უნდა აღვენიშნა, უფრო საზეიმო ვითარებაში აღმოჩნდა, რომ ისევ რაღაც ესეთ საპროტესტო გამოგვივიდა გამოშვება კალამი დუმილის წინააღმდეგ, ეხმიანება სწორედ იმ პრობლემებს, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში და კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს ლიტერატურის და სიტყვის ძალას და მნიშვნელობას აი ამ პრინციპში ესეთ ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ და იმას რომ აუცილებელიც არის აი ასეთ ვითარებაში მყოფი ქვეყნისთვისაც კი მაინც მნიშვნელოვანია რომ რაღაცა კეთდებოდეს, მნიშვნელოვანია რომ უცხოელი მწერლები ჩამოდიოდნენ, რომ ეს გაცვლა გამოცვლა იყოს ქართველ მწერლებსა და უცხოელ მწერლებს შორის მკითხველებს შორის და რომ არ ვჭერდებით, აი დაახლოებით ხო აი ამის ირგვლივ ვისაუბრეთ მთელი 5 დღის განმავლობაში. ბატონო შოთა, რა შესაძლებლობებს აჩენს ფესტივალი, ეს ლიტერატურული ფესტივალი, არა მხოლოდ ლიტერატურის თვალსაზრისით, როგორც პლატფორმა? ამ 10 წლის განმავლობაში უკვე გამოჩნდა, რომ ფესტივალს დიდი ძალა აქვს იმ აზრით, რომ ქართული ლიტერატურა შეუძლია გაიტანოს საზღვრებს გარეთ, იმიტომ რომ ეს ფესტივალი, რა თქმა უნდა, ქართველ მწერლებთან ერთად კომუნიკაციაში ტარდება, მთარგმნელები, მოდერატორები, ის ადამიანები, რომლებიც ჩართულები არიან ამ ფესტივალში და აი ეს კომუნიკაციები, აი ეს დაახლოება სწორედ აი იმის საწინდარია ხოლმე, რომ შემდეგ ეს ურთიერთობები გაგრძელდეს სხვა ფესტივალებზე, სხვადასხვა გამომცემლობებში, სხვადასხვა აი ასეთ ურთიერთობებში. რა თქმა უნდა, ეს ფესტივალი რო არ ყოფილიყო რაღაცა სხვა შესაძლებლობებიც არის აი ამისა, მაგრამ მას ამ ფესტივალს თავისი წვლილი შეაქვს იმაში, რომ ქართული ლიტერატურა არ იყოს საზღვრებში ჩაკეტილი. ქალბატონი, უკვე მეორე წელია პენცენტრის ორგანიზებით ტარდება ფესტივალი. შეიძლება ითქვას, რომ რაღაც ახალი ფურცელი დაიწყო შარშანდელი წლიდან ფესტივალის ცხოვრებაში. აი რა შეიცვალა არსებითად იმის მერე? ხო, შეიცვალა ის, რომ გართულდა ყველაფერი, იმიტომ რომ ფესტივალის სახლი იყო მწერალთა სახლი, სადაც ის დაარსდა კულტურის სამინისტროსთან ერთად 2015 წელს და ნუ არსებული ვითარებიდან გამომდინარე ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ მაინც აუცილებელი იყო, რომ ფესტივალი გაგრძელებულიყო და ამ ფორმით გავაგრძელეთ. განსაკუთრებით ამ არსებული შემზღუდავი კანონმდებლობების ფონზე ძალიან რთული არის ფინანსურად ამ ყველაფრის ორგანიზება. პრინციპში ყველაზე მეტად ეს შეიცვალა, თუმცა ხო, ახალი ცხოვრება დაიწყო და ახალი ყოველთვის რაღაცა ახალ ეტაპზე ახალი პარტნიორები აღმოჩნდებიან ხოლმე, ხო, მეგობრები და იქიდან გამომდინარე, რომ პენცენტრიც არის ორგანიზაცია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც იცავს გამოხატვის თავისუფლებას და სიტყვის თავისუფლებას, ცხადია, აი ეს კომპონენტიც რაღაც უფრო კარგად ინტეგრირდა ფესტივალში და ყოველთვის საუბრობთ ჩვენ აი ამ პრობლემებზე, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ზვიად რატიანი არის ციხეში, როდესაც ზია ამაღლობელი არის ციხეში, როცა 50-ზე მეტი სინდისის პატიმარი ყავს, მაგრამ აი ეს ორი ადამიანი განსაკუთრებით ჩვენი ფოკუსის ქვეშ არის, იმიტომ რომ ჟურნალისტებიც და მწერლებიც პენცენტრის სფეროა და თემაა და მათზეც ვისაუბრებთ ცხადია ფესტივალის განმავლობაში. როგორი არის ფესტივალის წლევანდელი პროგრამა? რას მოიცავს ის და ვინ არიან ის უცხოელი ავტორები, რომელსაც ელოდებით ფესტივალის ფარგლებში?
რა კი მეათე და საიუბილეო იყო ფესტივალი, ამიტომ შევეცადეთ სხვადასხვა რაკურსით აი შეგვეჯამებინა ქართულ ლიტერატურაში რაც ხდება. მაგალითად გვაქვს ასეთი პროგრამა უახლესი ქართული ლიტერატურა და ფესტივალის სხვადასხვა დღეებში თითოეულ 10 წლეულზე იქნება საუბარი. ორი ავტორი, ერთი პოეტი, ერთი პროზაიკოსი ისაუბრებს 90-იან წლებზე, შემდეგ 0-იან წლებზე, 10-იან წლებზე. მაგალითად ფესტივალი მეორე დღე გოეთეს ინსტიტუტში დაიწყება გურამ წიბახაშვილის გამოფენით ლიტერატურა თვალით აი ამ სახელწოდებით, სადაც გურამს გამოფენილი ექნება სხვადასხვა ქართველი მწერლების პორტრეტები და სხვადასხვა აქციების სხვადასხვა აი ასეთი ლიტერატურული მოვლენების აღწერი ფოტოები. ჩვენ ვიცით რომ გურამ წიბახაშვილი მუდამ აი ამის არქივარიუსი იყო და თან ის მუდამ თავისი მახვილი მზერით აკვირდებოდა ამ ყველაფერს და გამოფენის შემდეგ ის ისაუბრებს საერთოდ რა გამოცდილება მიიღო ქართულ ლიტერატურასთან, ქართველ ლიტერატორებთან კომუნიკაციისას და აი იმ პერიოდში, როდესაც ის მუდამ იღებდა აი ამ ქართული ლიტერატურის სხვადასხვა მოვლენებს. ფესტივალი როგორც უკვე ითქვა 19 უცხოელი ავტორისაგან შედგება და ეს ავტორები ძალიან ცნობილი ავტორები არიან. მათი კრებულებიც, მათი რომანებიც არის გამოცემული. მაგალითად ისლანდიიდან ჩამოვა ასეთი ავტორი სიონი, რომელიც ბიორკის პოეტურ ტექსტებს, მის სიმღერებს ტექსტებს უწერდა და მისი რომანიც გამოიცა სულაკაურის გამომცემლობაში. ასევე მეგან ნოლანი ირლანდიიდან, პირკო საისიო ფინეთიდან, აი ამ ავტორების პაოლო ჯორდანო, ამ ავტორების იტალიიდან, ამ ავტორების წიგნები უკვე წაკითხული აქვს ქართულ მკითხველს და შეიძლება უშუალო ურთიერთობა მით ესე იგი კიდევ უფრო გაერკვეს ამ ავტორების შემოქმედებაში. აი, როდესაც საუბრობთ უცხოელ ავტორებზე, იცით რა კონტექსტში მითხოთ, კითხოთ ქალბატონი ნატა, ქართველი მკითხველი მეტნაკლებად იცნობს ქართულ ლიტერატურულ კონტექსტს, მაგრამ აი როგორ მიდის ეს ლიტერატურული პროცესები უცხოეთში, აი თავშოთ ჩვენი ლიტერატურული პროცესის პარალელურად თანამედროვე უცხოური მწერლობა, რა ეტაპზეა, რა არის მათი ძირითადი თემატიკა, რითი არიან დაინტერესებულები, მათი ფოკუსი რაზე არის, აი შეიძლება რომ დავუშვათ აი ამ ავტორების მაგალითით ეს განვაზოგადოთ? ამისთვის არის სწორედ ეს ფესტივალი საჭირო, რომ ვიღაცამ ვინმე შეიძლება იკითხოს, რომ რა საჭიროა, თქვათ, თუნდაც და ყოფილა ესეთი კრიტიკა, რომ ხელი შეუწყეთ ქართულ ავტორებს, ქართულ ავტორებსაც ხელი უნდა შეუწყოთ, ცხადია და მათ თარგმანებს და რასაც ვაკეთებდით, რაც სამწუხაროდ შეჩერებულია, მაგრამ მაგიტოა ზუსტად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი მკითხველი არ არის ხო ესეთი განებივრებული, თქვათ, თუნდაც უცხოეთში ან სიარულით, ან ეს ასეთ ტიპის ფესტივალებზე გულისხმობს და ის რომ თვითონ წამყვანი თანამედროვე ავტორები დღეს ჩამოდიან და ჩვენთან საუბრობენ ამ თემაზე, ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ რაღაცნაირად ეს ქართველი მკითხველიც ფეხდაფეხ მიყვეს სწორედ იმ პროცესებს, რაც მიდის. ახლა თემატიკა იცით როგორ არის ცხადია ბევრი სოციალური თემა, მაგრამ არა მარტო, არის საპროტესტო ლიტერატურა, არის მეგან ნოლანი, მაგალითად ძალიან ისეთი სასიყვარულო ესეთი რომანი
ადამიანი და სხვა ანუ ესე რაღაც ესე გამოყოფა არ შეიძლება, მაგრამ ამ თავარი ზუსტად ეგ ხაზია, რომ ის რაც ხდება და ის ავტორები, რომლებიც დღეს თავის იმ ქვეყნებში, საიდანაც მოდიან, წარმოადგენენ ძალიან მნიშვნელოვან ხმას, მათი ხმა ხო მნიშვნელოვანია და სცენენ რაღაცას თავისი ქვეყნის ლიტერატურას და ზოგადად დასავლურ ლიტერატურას, აი სწორედ ეს ხალხი მოდის იმისთვის, რომ ჩვენც ჩართულები ვიყოთ ამ პროცესში და ამითი არა მარტო მკითხველი, აქაური წერილებისთვისაც მნიშვნელოვანია, შოთამ ისაუბრა უკვე ამაზე, ის ხალხი, ვინც ჩართულია, თქვათ, თარგმნელები, უბრალოდ წერილები, ვინც დადიან ფესტივალზე, ვინც ესწრებიან, გამომცემლები, ანუ ეს ყველაფერი არის ერთმანეთის რაღაც მომიჯნავე სფეროები, რომლებიც აი ასე კიდე უფრო მეტად ვითარდება ეს პროცესი და ცოცხლდება. ამიტომ ბატონო, აი რომ შევაჯამოთ ეს განვლილი 10 წელი ერთგვარი საიუბილეო თარიღი გამოდის. როგორი იყო ის ლიტერატურული თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე უცხოური ლიტერატურის გაცნობის თვალსაზრისითაც, მასზე წვდომის გაზრდის თვალსაზრისით? პრინციპში როდესაც აი ეს ყველაფერი დაიწყო და ეს მწერალთა სახლში დაიწყო, როდესაც ნატაშამ დაგვიძახა მწერლებს და გითხრა, რომ აი ასეთი სურვილი მაქვს, რომ საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გავაკეთო. ცოტა დაუჯერებელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს არსებობდა მუსიკალური ფესტივალებიც, არსებობდა სხვა ტიპის თეატრალური ფესტივალები, თითქმის ყველაფერი, ერთადერთი ლიტერატურული ფესტივალი არ არსებობდა. და ეს ფაქტიურად ამოსავსები იყო აი ეს თეთრი ლაქა და მაინც ცოტა დაუჯერებელი იყო, რომ ეს მოხერხდებოდა, მაგრამ მოხერხდა და მე მახსოვს, რომ პირველივე ფესტივალი იყო ძალიან შთამბეჭდავი და ეს რაღაცნაირად გაგზელდა. მაგალითად, წელს ჩვენ ვუშვებთ პოეტურ ანთოლოგიას, ფესტივალის პოეტურ ანთოლოგიას, სადაც 125 პოეტი არის, მხოლოდ პოეტი, რომელიც ამ 10 წლის განმავლობაში ჩამოვიდა. თითო ლექსი შევიტანეთ ყველა პოეტის. გარდა ამისა, იყვნენ პროზაიკოსები, იყვნენ სხვა ჟანრში მომუშავე ავტორების ჯამში სადღაც 200 ავტორი ჩამოვიდა უცხოელი. აქედან კიდევ ქართველებმაც ძალიან ბევრმა მიიღო მონაწილეობა. ანუ ეს რაღაცა დიდი მასშტაბის ღონისძიებაა მთლიანობაში, რომ გადავხედოთ და მთელი იმ პრობლემატიკით, იმ დისკუსიებით, სადაც სულ იცვლებოდა თემები, სადაც იყო რა თქმა უნდა სოციალურ-პოლიტიკური თემებიც, მაგრამ იყო წმინდა წყლის ლიტერატურული სპეციფიური თემები. ეს ყველაფერი ვინც რეგულარულად ესწრებოდა ამ ფესტივალს, მისთვის ძალიან იოლად დასანახია. თუნდაც აი ის დინამიკა, როგორ ვითარდებოდა ფესტივალი, როგორ იცვლიდა ცოტათი იერს, იმ პრობლემებსაც როგორ ეჯახებოდა, რაც მუდამ იყო და პრინციპში აი მე-10 ფესტივალზე ყველაზე მეტ პრობლემას დავეჯახეთ, მაგრამ მაინც მოვახერხეთ და ვაკეთებთ ამ ფესტივალს. გავუძელით, გადავლახეთ ეს პრობლემები. ქალბატონო, თუ განვიხილავთ ფესტივალს როგორც დიალოგის, დისკუსიის, როგორც ერთმანეთის ლიტერატურის გაცნობის პლატფორმას, როგორ აფასებენ იგივე უცხოელი ავტორები, უცხოური მხარე, რომელიც მონაწილეობს ხოლმე ამ ფესტივალში, ქართულ ლიტერატურულ პროცესებს, თანამედროვე ქართულ ლიტერატურას? იცით რა, ესე ძალიან სიღრმისეულად ქართული ლიტერატურის შეცნობის და გაცნობის საშუალება არ აქვს, თუმცა ზოგი ისევ და ისევ თარგმანის გამო, რაც ფეხდაფეხ მიყვება საერთოდ ჩვენ ლიტერატურის ერთ-ერთ პრობლემას, მაგრამ ზოგი მოდის ცხადია უფრო მომზადებული, ზოგი ნაკლებად, მაგრამ აი ეს რამდენიმე ეს 4-5 დღე ხო, რომელიც გრძელდება ხოლმე ფესტივალი, საკმარისია მათთვის ნამდვილად, რომ რაღაცნაირად ბევრად უფრო მეტი ინფორმაციით
წავიდნენ, დაბრუნდნენ საქართველოს შესახებ. ეს უფრო ვიტყოდი, რომ მხოლოდ ლიტერატურა არ არის, ზოგადად ქვეყნის შეცნობის საუკეთესო საშუალებაა და ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად და ისე ვარჩევთ ხოლმე ხო ამ წერლებს, იმიტომ რომ ვიცით, რომ ისინი გაიტანენ ჩვენს ისტორიას, ასე ვთქვათ, გარეთ საუკეთესო ფორმით. როგორც გითხარით, რაღაც გაგრძელებები მოყვება ხოლმე ამ ფესტივალს, ვთქვათ, თარგმანები, სხვა ფესტივალებზე ან რეზიდენციებში ქართველი წერლების დაპატიჟება, რაღაცა ახალი საგამომცემლო პროექტები და მთლიანობაში იმ შეფასებას, რასაც აკეთებენ ხოლმე ეს წერლები, ყოველთვის არის ძირითადად არის ხოლმე მე ვფიქრობ უფრო მეტი არის ხოლმე ვიდრე მოლოდინი ქონდათ რაღაცნაირად აი ესე მე მახსოვს მაიკლ პალმერი ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი თანამედროვე ამერიკული პოეზიის რომელთანაც ერთად ლანა ღოღობერიძეს ქონდა მაგალითად თარგმანების საღამო და იყო აბსოლუტურად მოხიბლული ქალბატონი ლანათი მისი თარგმანებით და მასთან შეხვედრით და ასეთი ძალიან ბევრი იყო. ნამდვილად ზვიად რატიანი იყო ძალიან ხშირად ჩვენი ფესტივალის სტუმარი და თქვათ მის თარგმანებში ხო ამერიკული ლიტერატურა ბევრი აქვს მას თარგმნილი და არა მარტო ამერიკულ ზოგადად ინგლისურენოვანიც და აი ეს შეხვედრები იყო მახსოვს ძალიან ისეთი ორმხრივად განსაკუთრებულად საინტერესო. შეთაშორის მინდა აღვნიშნო რომ ზვიად რატიანი ამ ფესტივალის მონაწილეც იქნება იმიტომ რომ პირველ დღეს ეს ჩვენ ტრადიციად ქონდა უცხოელი ავტორები თავიანთი თითო ლექსით წარდგებიან ხოლმე და ეს დაიწყება ზვიად რატიანის ცნობილი ლექსით ნეგატივით ის მისი შესრულებით ეკრანზე გავა და შემდეგ უცხოელი ავტორებისთვის რომ უფრო გასაგები გახდეს თუ როგორი დიდი პოეტი გვყავს ჩვენ საკანში ინგლისურ ენაზე ამ თარგმანს თამარ ჟღენტი წაიკითხავს და შეგიძლიათ სოციალურ ქსელებში ნახოთ ვიდეო, სადაც ზვიად რატიანი თავისი ხმით საკნიდან გამოღწეული ხმით ამ ფესტივალზე ლაპარაკობს და მოუწოდებს ქართველ მკითხველს რომ მოვიდეს დაესწროს ამ ფესტივალს. ანუ ზვიადმა ჩაგვიწერა ანონსი, ფესტივალის ანონსი, ანონს ადევს ზვიადის ხმა, რომელიც მან ხო საპატიმროდან ტელეფონით ჩაწერა და გამოგვიგზავნა.